კიდევ რომ წინა საახალწლოდ მაქსიმალურად თავს შევიკავებ მეთქი წუწუნისგან, მაგრამ ცოტა შეიძლება. ჩემს ირგვლივ არ მეგულება ქალი, ვისაც ეს პრობლემა არ აქვს. და რას გულისხმობ? დავრბივართ ამ წინა საახალწლო პერიოდში, დგავართ საცობებში საათობით, შემდეგ ვყიდულობთ დაახლოებით 1 თვის სამყოფ პროდუქტებს, დგავართ მერე საათობით თონის რიგში, ვაკეთებთ აი ამ საჭმელებს საახალწლოდ არის უფრა დატვირთული აი ამ ხორაგით და რამდენიმე დღეში საჭმელი იწყებს გაფუჭებას და ჩვენი ნერვები აშლას. და თან რაც ყველაზე მთავარია, ყოველ წელს მეორდება ერთი და იგივე და არც ერთ წელს არაფერს არ ვცვლით. რატომ? ხომ შეიძლება რაღაც გავაკეთოთ პატარა სუფრა და არ იყოს რაღაცა სხვადასხვა კერძი ძალიან დიდი რაოდენობით თითოეული. ამას მარტო სხვებზე კი არ ვლაპარაკობ. ჩემს ოჯახშიც იგივე ხდება და ვერაფერი ვერ გავაგებინე ჩემს გვარს, რომ არ არის საჭირო ეს ყველაფერი. ყოველ შემთხვევაში ჩემთვის არ არის. და დიდი ეჭვი მაქვს, რომ ქალების უმრავლესობისთვისაც ასეა. თქვენ ას ფიქრობთ?